და ეს შიში ფარავს იმ სულის გზავნილებს, იმ აი აქედან მოდის იმპულსები. სხვათა შორის ინტუიციის არსებობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რასაც ვერ აღიქვამს ცნობიერად, არაცნობიერი მაინც აღიქვამს. ამას და ინტუიცია გვიგზავნის, როდესაც ჩვენ საჭიროა რამე ან არ არის საჭირო, ამას გვიგზავნის და ეხლა მოკლედ მინდა ასევე ავხსნა, ანუ ადამიანი მაგალითად რატო ვერ ასხვავებს ინტუიციის გზავნილს აი ამ განგაშისგან, რომელსაც რთავს სისტემა. მაგალითად, იმიტომ რომ უფრო სწორედ, აი ეს კომპლექსის ცუდი ზემოქმედება, ანუ ვინაიდან ეს ენერგია მუდმივ მოძრაობაშია და მუდმივად ღელავს, ასე ვთქვათ, დინამიკა მუდმივია და მუდმივად იცვლება, ეს კომპლექსის მუდმივად მუშაობს და ამ კომპლექსის მუშაობა შეიგრძნობა განსაკუთრებით აი მზის წნულის არეში, როდესაც თითქოს ადამიანის რაღაცა აი გასტროენტეროლოგიურ ზონაზე ესე ხელს უჭერს, ესე კუმშავს მას და თქვათ შეუძლებელი ხდება ამის ატანა, ხო? და ადამიანს უნდა ეს გზნობა მოიშოროს ეს განცდა სასტრაფოდ, იმიტომ რომ შიშს და რაღაც თითქოს და პირველ ყოფილ სიკვდილისაც იმიტომ ეშინია ადამიანს, რომ არის ეს უბრალოდ, ანუ არ ცოდნის გამოეშინია, არის ის იქით რა მოხდება, თორე რო იცოდეს დაგეგმავს, მოემზადება, ასე ვთქვათ, იქაური ცხოვრებისთვის და შიშის განცდა გაქრება უბრალოდ რა და ხო და ეს იმპულსი მუდმივად ხდება, ანუ კომპლექსი თუ კი არ არის მუშაობა თუ არ მიდის კომპლექსთან, მუდმივად ხდება ეს განცდა, როდესაც სიახლეს ხედავს ადამიანი. და ეს თუ განტვირთვა რომ მოხდეს, ხო უნდა განიტვირთოს ეს ამბავი, ხო? კომპლექსის მუშაობა ამ ენერგეტიკულ იმპულსს უშვებს გულში. ანუ გულმა რეშხი მიყვება, ხომ იცით? დიახ, იგივეს აკეთებს ინტუიციაც. ინტუიცია, მაგრამ ინტუიცია არის ყოფიერება, რომელიც ფსიქიკაში აქ არის. ანუ ინტუიცია არის სულის უნარი, სულის თვისება, სულის ნიჭია, რომელიც უნდა აღმოაჩინო და მასთან ურთიერთობა დაამყარო იმუშაო, მაგრამ შიშთან მუშაობის გარეშე არ გამოდის ეს. ინტუიციაც გამოსახულებებით გვესაუბრება, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ აღვიქვამთ, საკუთარ თავსაც კი ვერ აღვიქვამთ გამოსახულების გარეშე. და ხო და ინტუიცია თუ კი ადამიანი კითხულობს და შეჩვეულია ინტუიციასთან მუშაობას, ეს გამოსახულება, ასე ვთქვათ, დნება ფსიქიკაში. ასე ვთქვათ, ადამიანი კითხულობს ამ გამოსახულებას, მაგრამ თუ კი ეს არ ხდება, აქაც იგივე განტვირთვა ხომ უნდა მოხდეს და იმპულსი იგზავნება გულში. ანუ ორივე შემთხვევაში გულზე ურტყამს იმპულსი და ადამიანი ვერ ასხვავებს კომპლექსიდან წამოსულ იმას იმპულსს და ინტუიციიდან წამოსულ იმპულსს, იმიტომ რომ ორივე ურტყამს გულზე. ანუ განტვირთვა ხდება, თორე თუ კი კითხულობ და თუ კი კომპლექსთან მუშაობ, მაშინ გულზე არაფერი აღარ ურტყამს. ხვდებით და ამიტომაც ადამიანი, რომელიც ამას ვერ ასხვავებს, კომპლექსის გზავნილს და ინტუიციის გზავნილს, ხდება თვით საბოტაჟის მსხვერპლი, ანუ თვითონ იწყებს მისი თავის წინააღმდეგ მუშაობას და ეს ძირითად შემთხვევაში რაღაც ავადმყოფობებით მთავრდება.